მზია ამაღლობელი კლინიკა ვივამეთში დარჩება დღესაც. ამის შესახებ მედიას კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ცოტა ხნის წინ უთხრა, მისი თქმით ჯერ არ დასრულებულა განმეორებითი კვლევები, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ამაღლობელის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ის დააბრუნონ რუსთავის ციხეში. მზია ამაღლობელი 25 დღეში მშილობს, ის ვივამეთში გუშინ გადაიყვანეს. ის დღის პირველ ნახევარში მოინახულა ადვოკატმა, ის საიას ადვოკატია და სულ ცოტა ხნის წინ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია. მე წაგიკითხავთ ამ განცხადებას. მზიას პალატაში ადვოკატს დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები. მოშიმშილე პატიმარს შეუტანეს საჭმელი და მიუხედავად იმისა, რომ მზიამ უარი თქვა მის მიღებაზე, იქვე დაუტოვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა. წერს ნონა ქურდოვანიძე, ჯერ არ გვინახავს ამ ინფორმაციაზე კლინიკის გამოხმაურება. ამასობაში საერთაშორისო დონეზეც იზრდება მზია ამაღლობელის მოთხოვნა. დღეს ასეთი მოთხოვნის შესახებ გავიგეთ ბრიუსელიდან. ნანო ჩაკვეტაძე გააგრძელებს თემაზე პირდაპირ ეთერში საუბარს. თავისუფლება მზია ამაღლობელს, რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებულ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ჟურნალისტ ქალს. ეს გზავნილები გაისმა დღეს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, რომელიც 25 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მოითხოვეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უკანონო ტყვეობიდან. დეპუტატები გამოეხმაურდნენ ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან დრაკონულ ცვლილებებსაც, რომელიც მათი თქმით დასავლეთის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. აქცია დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა თამარ ნუცობიძემ გააშუქა. საქართველოში რომ საქმეები სწორი მიმართულებით არ მიდის, რაც ხდება დემონსტრანტების მიმართ ბელარუსის სტილია, საბჭოთა სტილია. ვიმედოვნებ ჯერ კიდევ დარჩა საღგონებაზე რამდენიმე ადამიანი მაინც იმავე მმართველ პარტიაში, რომელსაც არ სურს ამ საბჭოთა გზით სვლა. ჩვენი მესიჯი მძლავრია და ცხადია, სოლიდარობას უცხადებთ მზიას. არ ვიცი რა ბედიერის მზიას, მაგრამ დარწმუნებით ვიცი, რომ შემდეგ კვირას თბილისში გამოგზავნით კიდევ უფრო მძლავრ გზავნილებს მმართველი ძალის წევრების მიმართ. ჩვენ ვართ ერთად ამ პოზიციაში. არასოდესაა გვიანი სანქცირება იმ ადამიანების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ყველაფერზე. სამწუხაროა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის პროცესზე დაკვირვება. რეპრესიები, რეგრესი, არალეგიტიმური მმართველი ძალა, რაც მზიას თავს ხდება, აუტანელია. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა ვივამედის კლინიკურმა ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ. ზურაბ ჩხაიძის კომენტარიდან ვიგებთ, რომ ექიმების შეფასებით შიმშილობის 25 დღეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. მას ჩაუტარდა და ახლაც განმეორებით უტარდება საჭირო კვლევები და ანალიზები. ვიდრე ეს პროცედურები არ დასრულდება, ის სტაციონარში რჩება. მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველების ინფორმაციით, მზიას მოთხოვნაა კატეგორიული მოთხოვნაა პროცედურების დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვოს ვივამედი და დაბრუნდეს რუსთავის ქალთა საპატიმროში. ის თანახმაა ინფუზიურ თერაპიაზე, ანუ ანალიზებს ჩვეულებრივ იტარებს, მაგრამ უარს ამბობს საკვები დანამატების მიღებაზე და აგრძელებს შიმშილობას. ამ დრომდე არ ვიცით რა გამოხმაურებას და კომენტარს გააკეთებს უკვე ვივამედი, მას შემდეგ რაც ვნახეთ და დაწერეს Facebook-ზე მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველებმა, რომ ის პალატაში საკვები შეიტანეს. მას აქვს ამ დიაგნოზიდან გამომდინარე დამახასიათებელი ჩივილები. არის ზონის კლება, კონკრეტული სიმსხვე ვერ დაგისახელებთ. დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია დახმარების გარეშე. გრძელდება მონიტორინგის პროცესი, დღესაც კონსულტირდება, ეხლაც კონსულტირდება სხვადასხვა სპეციალისტების მიერ. დღის განმავლობაში ვნახავთ კიდევ ხვალ შევაფასეთ მდგომარეობას. ჯერჯერობით ისო კლინიკაში იმყოფება, თუმცა მისი პოზიცია არის ეს, რომ მას თავიდანვე ჰქონდა ნათქვამი, რომ ამ შიმშილობას არ იყენებს იმის გამო, რომ ან კლინიკაში გადაიყვანონ, ან რაიმე შეღავათ იმის საქმეში და ციხეში არ იყოს ამის გამო. მას აქვს ეს პოზიცია, რომ რახან ეს კვლევები უკვე ჩატარდა, ის ითხოვს დააბრუნონ ციხეში. მაგრამ არის მნიშვნელოვანი, რომ სამედიცინო ცნობები იყოს შესაძლებელი იმისათვის, რომ ის უკან ციხეში დაბრუნდეს, იმიტომ რომ თუ ეს პარამეტრები კიდევ კრიტიკულ ზღვარზეა და მას სჭირდება დამატებითი გამოკვლევები, მაშინ რა თქმა უნდა იყოს კლინიკაში.
მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა მზიას მონახულების შემდეგ დღეს პალატას საკნიდან მისი რამდენიმე საგულისხმო მოგზავნილი გამოიტანა. პირველი პოლიტპატიმარი ქალი ითხოვს, რომ მოშიმშილე პატიმრებს თხოვს შეწყვიტონ მისი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა, ასევე მას შემდეგ რაც დაასრულებს მკურნალობას, თუნდაც ეს იყოს დღეს გვიან ღამით. მაგალითად, უნდა დააბრუნონ რუსთავის ქალთა საპატიმროში. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი არც შიმშილობის შეწყვეტას აპირებს და არც რეჟიმისთვის სილის გაწნის გამო ბოდიშის მოხდას. მზია ისევ მტკიცია თავის გადაწყვეტილებაში, ამას ამბობენ მზიას ინტერესების დამცველები.